უკვე დიდი ხანია, რაც გინდა შენი ყოველდღიურობის შეცვლა. გინდა რაღაცის დაწყება ან რაღაცისთვის თავის დანებება. ეს უკვე არის შენი ყოველდღიურობა და გაწუხებს. იმიტომ რომ ან ვერ იწყებ, ან იწყებ და მალიანებებ თავს და მე უფრო მეტად ისტრესები და ისტრესები. ამიტომ მგონია რომ ეს ვიდეო შენთვის საინტერესო იქნება. ხშირად ხვდები განსაკუთრებით კლიენტებთან მიმართებაში კოუჩინგის დროს, რომ უნდათ მოწევას თავი დაანებონ, დიეტის დაწყება, ვარჯიშის დაწყება და რამდენჯერ გიცდია. რამდენჯერ დაგეგმე რომ აი ეს შაბათია, ამ შაბათიდან უკვე იწყებ, მომავალი კვირიდან იწყებ და ან ვერ იწყებ, ან იწყებ და დიდხანს ვერ გრძელდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპიის მიმართულებით, კოუჩინგის მიმართულებით, ბევრნაირი მეთოდი, ბევრნაირი ტექნიკა, ბევრნაირი ინსტრუმენტი გვაქვს ამ ყველაფრისთვის. როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა, როგორ შევცვალოთ ჩვენი ქცევები, ჩვენი ქმედებები. და ამას ბევრი შრომა, თავის მზაობა სჭირდება, მაგრამ მე გავამახვილებ ყურადღებას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც ვფიქრობ, რომ შენ დაგეხმარება. დაგეხმარება იმაში, რომ როგორც კი ამ ვიდეოს ყურებას დაასრულებ, აი 5 წუთი, 4-5 წუთი უბრალოდ შენთვის დაფიქრდი, შენთვის წყნარად სადღაც მოკალათდი, დაჯექი და იფიქრე. ერთი არის, როდესაც გინდა რომ აი რაღაც დაიწყო, აი გაწუხებს უკვე წლებია, დიდი ხანია რომ გინდა მოწევას თავი დაანებო. აი უკვე რაღაც შენი ფორმები ისე არ მოგწონს და გინდა რომ ივარჯიშო. ან რა ვიცი, მოგწონს, მაგრამ კიდე უკეთესად გინდა რომ გამოიყურებოდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეთი რაღაც ხო ჩვენ ცხოვრებაში ბევრი არსებობს და რაღაც ერთი მთავრდება, მეორე იწყება, მესამე და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი რაც ამ დროს არის მნიშვნელოვანი, რატომაც რაღაცნაირად ეს мотиваცია კი ვიწყებთ, მაგრამ აღარ მიყვება. ან არც მოდის ის мотиваცია, რომ უბრალოდ გადავდგა. პირველი ნაბიჯი გადავდგა, ხო? აი მაგალითად ჩემი მაგალითი, რომ გაგიზიაროთ, რომ აი ტუჩების კვნეტა, ეს რაღაცა ჩვევა, რაც წლები დიდი ხანია დავიწყებ, დავანებებ და აი რაღაც ხო მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ რით ვერ აჯობე. ჩვენ ხო მუდმივად ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ თავს ვაჯობოთ და თუ ვაჯობეთ, გვიხარია, თუ ვერ ვაჯობეთ, რაღაცნაირ სტრესში ვართ და ეს ჯობნაც ისეთი, აი კმაყოფილება მოაქვს. სიამოვნება კი არ მოაქვს, აი რაღაცნაირი სიხარულის განცდა, ბედნიერების, აი ემოციის დონეზე როგორ ძნობ. არა, აი კმაყოფილი ვარ, რომ ვაჯობე, თითქოს სხვისთვისაც რომ ეჯობნოს რაღაც ესეთი და თითქოს თავს ვიწყნარებთ და ვიმშვიდებთ. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოვუსმინო ჩემ თავს და სწორედ ეს მომენტი იყო, რომ დავიწყებ რაღაც და ეს სულ ამ ჭიდილში ვარ და მაინც გრძელდება და ეს რაღაც ახლო წარსულის თემა. დავიწყე თვითკოუჩინგი, დავიწყე რატომ, როგორ და აღმოვაჩინე, რომ ეს რაღაც ჩვევა კი არა, რომელიც უბრალოდ მინდა, რომ აი რაღაცა კიდევ ერთი ხერხით ვმართო, რაღაცა საკუთარი თავი რომ მორჩავაჯობე. რა არის ჩემთვის სინამდვილეში აი ეს ყველაფერი, ეს ჩვევა, რატომ ვერ ვანებებ თავს და აქ არის ყველაზე მთავარი. რასთან ასოცირდება ჩემთვის? საერთოდ რატომ მინდა რომ დავანებო თავი? ანუ ტუჩებს აღარ ვიკვნეტდე. ესეთი თითქოს მარტივი რაღაც ხო, რამდენი გავრჩხილების კვნეტა, რაღაც წვალება, თმები, მთელი ამბავი, ბევრნაირია, არ ვთავრდება უამრავია, ყველას ჩვენი გვაქვს, ხო?
და დავიწყე ფიქრი, დავიწყე ანალიზი, ანუ რა დავიწყე? ჩემს თავთან საუბარი. დაელაპარაკე შენ თავს, მოусმინე შენს თავს. რა გიპასუხა? თუ დაიწყე საერთოდ. მოდი აბა რომ ჩაუღრმავდე, რატომ არის შემთვის მნიშვნელოვანი, რომ ამ რაღაცას ან თავი დაანებო, ან ეს რაღაც დაიწყო. მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ვიწყებდი ტუჩის კვნეტას მაშინ, როცა რჩებოდი ჩემს თავთან, იმიტომ რომ საკუთარ თავთან მქონდა დისკომფორტი. ჩემ თავთან რო რჩებოდი, რაღაც ისე ვერ იყო და არ ვუსმენდი. ძალიან რთულია გამოუტყდე საკუთარ თავს და გავყევი ამ ყველაფერს შესაბამისი ტექნიკებით და აღმოვაჩინე, რომ ხო, როდესაც მე ვიწყებ, უნდა მოვუსმინო იმ დროს ჩემ თავს. თურმე მე არაკომფორტულ სიტუაციაში ვარ, რაღაც მაწუხებს. რაღაც ხდება იმ დროს, რაც უნდა გავაანალიზო. გავაჩერე და კმაყოფილი ვარ კი არა. არა, მოусმინე, რაღაც ხდება, კარგად მოусმინე, გარეთ შენ თავს მოусმინე. და ვიპოვე, რომ ხო, როდესაც ვიწყებ, უნდა მოვусმინო, რაღაც ხდება და უღრმავდები დიალოგი საკუთარ თავთან და ვიგებ. და რა ხდება? ანუ ვუსმენ ჩემ თავს, ვუ მეგობრდები საკუთარ თავს, დიალოგს ვამყარებ, კი არ ვეჯიბრები, რაღაც ეს მარათონი კი არ მაქვს გამართული. არა. ძალიან მშვიდად, წყნარად რა ხდება? და მოდის პასუხები. რატომ გინდა რომ მოწევას თავი დაანებო? რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი? ხანდახან მგონია, რომ ეს რაღაცა უბრალოდ ჩვევა და გვინდა რაღაცნაირად გადავაგოროთ, ეს ჩვევა გადავაგდოთ. მაგრამ რას უკავშირდება, როგორც კი ვიპოვით ამაზე პასუხს, როგორც კი ვიპოვით პასუხს, რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? რას უკავშირდება? რასთან კავშირი აქვს? როდესაც მე ამას დავიწყებ, ან როდესაც მე ამას თავს დავანებებ, როდესაც ვარჯიში დავიწყებ, როდესაც დიეტას დავიწყებ, ჯანსაღკვებას დავიწყებ თუ ასე შემდეგ. ვინ ხდები? ვინ ვარ იმ დროს მე? ძალიან რთული კითხვაა სინამდვილეში. ვინ ვარ მე, როდესაც ვარჯიშობ? ვინ ვარ მე, როდესაც არ ვეწევ? ეს არის ურთულესი კითხვა, რომელზე პასუხსაც თუ იპოვი, მიხვდები, რომ ეს უბრალოდ რაღაც ჩვევის დაწყება ან რაღაცის მოშორება და გადაგდება კი არ არის, რაც ქცევაში გაქვს. რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანს უკავშირდება, ბევრად უფრო დიდს. და ამას რომ გაიაზრებ, შენ უკვე იცი, რომ იმ რაღაცისთვის აკეთებ, იმ რაღაცისთვის მოქმედებ, იმ რაღაცისთვის ცდილობ, რომ საბოლოო მიზანზე გახვიდე. აი ესეთი შემთხვევა იყო, რომ ერთ-ერთ კლიენტს, რა თქმა უნდა, უცვლი ცოტა სიტუაციას, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია ეს ყველაფერი, რომ დილით ადრე ადგომა და აი აუცილებლად დილით ვარჯიში. რატო? იმიტომ რომ დედამისი, მამამისი, მისი დედმამიშვილები ყველანი აი ამ ჩვევაში იყვნენ და წლები გრძნობდა თავს ცუდად, რომ ამას არ აკეთებდა. რომ აი რაღაცნაირად ამ საერთო ფერხულს ვერ აყვა. და ამის გამო გრძნობდა ძალიან დიდ სტრესს. და როდესაც დაიწყო ეს პროცესი, როდესაც დავიწყეთ ეს პროცესი, ხომ არის ერთი შემთხვევა, რომ პოულობ აი იმ რაღაც მნიშვნელოვანს, რასაც უკავშირდება და უკვე იცი რისკენ მიდიხარ. პატარა ქცევა კი არ არის რაღაც რიგითი, რაღაც მნიშვნელოვანისკენ მიდიხარ. და მეორე შემთხვევა არის აი ესეთი, აღმოაჩინე, რომ საერთოდ არ უნდა. დილით ვარჯიში. ეს მისთვის არავითარი მნიშვნელობის მატარებელი არ იყო. საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა მისთვის. და მოისუნთქა, რომ თურმე საერთოდაც არ მინდა, რომ აი მაინც და მაინც დილით როგორც ყველა ჩემთან სახლში იქცევა, იგივენაირად მოვიქცე. და ეს გრძელდებოდა წლები.
ეს რაღაცა კონკრეტული შემთხვევაა, მაგრამ მეორე არის, რომ რაღაცის დაწყება რომ მინდა, ან რაღაცისთვის თავის დანებება მინდა, რაღაც ქცევის ცვლილება მინდა, რაღაც ძალიან დიაც, ძალიან მნიშვნელოვანს უკავშირდება. რომ, რა ვიცი, მე მინდა ჯანსაღი კვების დაწყება. იმიტომ რომ თუ ჯანსაღად ვიკვებები, ამას ჩემთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ მე უგრძნობ, რომ უფრო ლამაზად გამოვიყურები. როცა უფრო ლამაზად გამოვიყურები, მე ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ. და უბრალოდ რაღაც კვებაში ცვლილება კი არ არის ეს. ბედნიერება მინდა. ბედნიერებისკენ წასვლა მინდა. ბედნიერებისკენ მინდა ვიარო და ვიგრძნო, რომ მე ბედნიერი ვარ. როდესაც ვიცი, რომ ეს რაღაც აი ესეთ მნიშვნელოვანს უკავშირდება, ვიცი, რისკენ მივდივარ. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისკენ. გააზრებული მაქვს და ისევ მივდივართ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის ცნობისკენ. რომ შენ თავს უნდა დაელაპარაკო. ამისთვის დრო უნდა გამოყო. აუცილებლად. შენს თავს უნდა ელაპარაკო, შენს თავს უნდა მოусმინო, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ რაღაც კონკრეტული სურვილი გაგიჩნდა და ის ზუსტად იმის სურვილი გაგიჩნდა. რომ ან ესე გააკეთო, ან ისე გააკეთო, ესეც რაღაცის მანიშნებელია და უნდა ჩაუღრმავდე ამ საუბრის დროს, რომ რატომ არის ახლა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი? რატომ მინდა ახლა მე ეს? მე რომ ამას გავაკეთებ, შენ რომ ამას გააკეთებ, შენ რომ მოწევას თავს დაანებებ, შენ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებ, ტუჩების კმეტას დაანებებ თავს. ვინ იქნები? შენი თავისთვის ვინ იქნები? რა მნიშვნელობის მატარებელი იქნება ეს შენთვის? ყოველთვის გამოყავი ეს დრო შენთვის. თავარია გადაწყვეტო და უნდა გადაწყვეტო. შენი გადასაწყვეტია, მხოლოდ და მხოლოდ შენი გადასაწყვეტია. მინიმუმ წუთების საქმეა ეს. რა ვიცი, ადექი დილით ემზადები, ვიფიქრე. საჭესთან ხარ? საცოვებში გაიჭედე. ვიფიქრე, ესაუბრე, ელაპარაკე, წვალება დაიწყე რაღაცის და გინდა არ მოგწონს, სულ იქნებ მრჩილებს, ხო? რაღაცა ხდება, რაღაცას განიშნებს, რაღაცას გელაპარაკება, შენი ფსიქიკა ამ დროს რაღაც დისკომფორტში ხარ. ყოველთვის მოусმინე, რაღაც ჩვევა, რაც გაქვს, გინდა თავი დაანებო. რაღაცას განიშნებს და რაღაცის დაწყება რო გინდა, ისიც რაღაც შენთვის მნიშვნელობის მატარებელი არის. ამიტომ დილით საჭესთან ხარ, სამსახურში მიდიხარ, სამსახურიდან მოდიხარ, გზაში მიდიხარ, რაღაც საქმეზე მიდიხარ. ყოველთვის შეიძლება დროის გამოყოფა შენი თავისთვის, რომ დაელაპარაკო შენს თავს, ესაუბრო შენს თავს, ამაზე ძვირფას ვერაფერს ვერ გააკეთებ, რომ მუდმივად უსმინო შენს თავს. რა გინდა? რატომ გინდა? რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი? ამ პასუხებს თუ გასცემ, ამ კითხვებზე თუ შენ პასუხებს იპოვი და თუ მოусმენ აუცილებლად იპოვი. სხვათა შორის თუ ხმამაღლა ესაუბრები, ბევრად უკეთესია. შენი ფსიქიკისთვის, შენი არაცნობიერისთვის ძალიან უმარტივებ ამ დროს საქმეს. ანუ შენს თავს უმარტივებ აი ამ პროცესს. ამიტომაც თუ ამას ხმამაღლა გააგონებ, კიდე უფრო სწრაფად დაიძვრება ეს პროცესები. მოусმინე შენს თავს, ის ყოველთვის გილაპარაკება, გააცნობიერე ამ კითხვებზე. ეცადე პასუხები იპოვო და მე იცი რა მოხდება? როცა იცი რა გინდა, რატომ გინდა, რისთვის გინდა, რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი, ვინ ხარ? როცა ამ ყველაფერზე გაქვს პასუხი, შენ შენს თავს პოულობ.
შენი თავი გიყვარდება. შენს თავს იღებ ისეც, როგორიც ხარ. რაღაცას ცვლი, რაღაცას ტოვებ, მაგრამ შენი გადაწყვეტილება ინერციას კი არ მიყვები. ვიღაცის გადაწყვეტილებებს კი არ მიყვები. შენ წყვეტ. შენ ხარ თავარი ფიგურა, შენ ხარ თავარ როლში ყოველთვის. და შენ იღებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. იმიტომ რომ იყურებ შენს თავს ისეც, როგორიც ხარ. შენ გიყვარს შენი თავი ყოველთვის გახსოვდეს. ყოველთვის რომ შენ ხარ უნიკალური, შენ ხარ ძვირფასი. შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი. იმედია, საინტერესო იყო ეს ვიდეო. იმედია, როდესაც დასრულდება ეს ვიდეო, 5 წუთს მაინც გამოყოფ შენი თავისთვის. რომ იფიქრო. რაღაც ჩვევა აუცილებლად გექნება. რაღაცის ცვლილება აუცილებლად გინდა. რაღაცის დაწყება აუცილებლად გინდა. რაღაცაზე თავის დანებება, რაღაცის დაწყება. 5 წუთი მაინც გამოვყავი ახლა შენს თავს და იფიქრე, რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი. რა მნიშვნელობის მატარებელია ეს შენთვის. მადლობა რომ მომისმინე, მადლობა რომ მიყურე. შენ ახლა შეგიძლია დაიწყო ფიქრი. დიდი მადლობა. მადლობა.